კლდესა მაღალსა და ტყიანსა ზედა არს ციხე ბოჭორმისა, მაგარი და შეუვალი. ამ ციხის შიგნით არს ეკლესია წმინდა გიორგისა, გუმბათიანი, კეთილად ნაშენი. გამარჯობა მეგობრებო, ეხლა ვიმყოფები თიანეთის მუნიციპალიტეტში და დღეს ვნახავთ ბოჭორმის გრანდიოზულ ციხეს. ბოჭორმის ციხე არის თიანეთის მუნიციპალიტეტის ჩემი აზრით მთავარი ღირსშესანიშნაობა და რეალურად არა მხოლოდ თიანეთის მუნიციპალიტეტის, არამედ ზოგადად საქართველოშიც ერთ-ერთი გამორჩეული ციხე თავისი ზომებიდან გამომდინარე. ბილიქს ვიწყებთ ჩვენ სოფელი გრძელველების მხრიდან. გრძელველებში შეგიძლიათ ამოხვიდეთ თითქმის ნებისმიერ ტიპის ტრანსპორტით, გრუნტის გზა ამოდის, მაგრამ სოფლის შუამდე თითქმის ყველანაირი ტრანსპორტით შეგიძლიათ ამოხვიდეთ, საიდანაც კილომეტრი და 800 მეტრი არის გასავლელი მხოლოდ და მხოლოდ. ხოლო ჯიპით სოფლის ბოლომდე შეგიძლიათ ამოხვიდეთ, აი ამ ნიშნულამდე, რომელიც ახლა ჩემ უკან არის და აქედან დარჩენილია მხოლოდ და მხოლოდ კილომეტრი და 100 მეტრი. თუ ნაწვიმარია და გზა შესაბამისად სულ მდგომარეობაში იყო და სოფლამდე ვერ ამოხვედით, შეგიძლიათ ცენტრალურ გზა გააგრძელოთ, ანუ ეს არის სასადილოსა და სოფელი სასადილოსა და სიონის დამაკავშირებელი გზა, შეგიძლიათ გრძელველების გადასახვევს ცოტათი გაცდეთ, რამოდენიმე ასეული მეტრით, იქ პატარა მინდორი არის და იქიდან ამოდის მეორე ბილიკი. უბრალოდ მეორე ბილიკი შედარებით უფრო აღმართიანია და დაახლოებით 3 კილომეტრი არის იმისი სიგრძე. შესაბამისად, აქედან უფრო მოკლე არის. გზაზე გიწევთ ორი ესეთი პატარა ხიდის გადავლა, პატარა მდინარე არის აქ. სამწუხაროდ ახლა მოვადექი მეორე ხიდს, რომელიც უნდა გადაგვიარა, მაგრამ ასეთ მდგომარეობაშია, ჩამეწყრილია და იქით ვეღარ გადავდივართ. შესაბამისად, მოგვიწევს წეღან რო ვახსენე ცენტრალური გზით ასვლა. იმიტომ რომ აქ შეუძლებელია გადასვლა. ხიდის გამო ვერ გადავედით, მაგრამ მოვადექით ახლა მეორე ამოსასვლელს და აქედან ავად, საიდანაც შედარებით გრძელი გზა არის. მარტივად რომ მივხვდეთ, აი ესეთი მინდორია. აქეთან მხარეს არის ნიშიც. აი ეს ნიში. და ამით მივხვდებით. აი ეს საკმაოდ მკვეთრი აღმართია. შეიძლება ვიდეოში ისე ძალიან არ აღიქმება, მაგრამ მარტივი არ არის. თუმცა არც ძალიან ისეთი, რომ ვინმე ვერ შეძლოს ამოსვლა. ამოვედით ბოჭორმის ციხეში, რომლის აგების პირვანდელი თარიღი უცნობია, თუმცა ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიება მე-10 საუკუნეებში, კერძოდ 914 წელს, როდესაც არაბებმა დროებით დაიკავეს ეს ციხე. ეს იყო უჯარმის ციხის შემდგომ ერთ-ერთი მთავარი გამაგრებული პუნქტი კახეთში. ივრის ხეობაში ვართ ახლა ჩვენ, გომბორის ქედზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 1320 მეტრზე. ჩემ უკან თქვენ ხედავთ ბოჭორმის ზედა ციხეში არსებულ წმინდა გიორგის ტაძარს, რომელიც მე-10 საუკუნეს განეკუთვნება. გუმბათი სამწუხაროდ დაზიანებული აქვს, შიგნით ფრესკებიც ასევე დაზიანებულია, ფრესკები განეკუთვნება მე-12 საუკუნეებს. ბოჭორმის ციხის აღდგენა ცადა კახეთის მეფე ერეკლე მეორემ 1747 წელს აბდულ-ბეგის წინააღმდეგ ომის დროს იგი სწორედ ბოჭორმის ციხეში იყო გამაგრებული და მაშინ მეფის დამარცხება ვერ შეძლეს. შესაბამისად მე-18 საუკუნემდე ეს ციხე იყო მოქმედი. როგორც უკვე გითხარით, ციხე არის თიანეთის მუნიციპალიტეტის მთავარი ღირსშესანიშნაობა და მდგომარეობას თქვენ თვითონ ნახავთ კადრებში, რომელსაც ახლა მე გადავიღებ. სამწუხაროდ ძალიან ძლიერი ქარია, არ ვიცი დრონის კადრები რამდენად მექნება ვიდეოში, ვეცდები რომ მაინც ავაფრინო, თუმცა შეიძლება არ გამომივიდეს, რისთვისაც ბოდიშს მოგიხდით. ახლა შევალ წმინდა გიორგის ტაძარში. დასავლეთის კონქში შემორჩენილი არის ფრესკები. ზევით. საკურთხეველი. და ეს არის აკუნები. ბოჭორმის წმინდა გიორგი მიიჩნევა, რომ არის უშვილობის შემწე. და ამოაქვთ აკუნები იმ წყვილებს, ვისაც შვილი არ ყავსთ. ეს გუმბათი გადახურულია ხით, რომ წყალი არ ჩამოვიდეს. აი ახლა წინ რასაც უყურებთ, ეს არის სასახლე. სასახლის ნანგრევი, ერეკლე მეორის დროინდელი. ალბათ მანამდეც არსებობდა, უბრალოდ ერეკლე მეორემ აღადგინა. ეხლა ავდივარ ციხის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, რომელსაც მეფის დარბაზი ქვია და აი ესეთი კიბე ადის, რომელიც ნაწილობრივ ჩამოშლილია, მაგრამ ასვლა შეიძლება.
შემოვედი შიდა ნაწილში, აქ ესეთი პატარა ხიდივით არის. რეალურად ციხი არის. ციხის კედელი, უბრალოდ გალავნის კედელი. აქეთ ამ მხარეს და საცალფეხო გასასვლელი შუაში. აქედან მასშტაბი უკეთესად ჩანს. უბრალოდ ძალიან უბერავს კარი. ძალიან. აი ეს არის როგორც თავიდან გითხარით, სოფლიდან რომ მოვდიოდით. იქით ამ მხრიდან შემოსასვლელი. ოღონდ შემოსასვლელი ზედა ციხეში ისევ და ისევ. ანუ ქვევით კიდევ გრძელდება ეს ციხე უბრალოდ დრონს ვერ ვაფრენ სამწუხაროდ ძლიერი ქარის გამო. აი შეხედეთ რამხელა კედლებია აქეთ ამ მხრიდანაც. დრონს ვერ ვაფრენ ძლიერი ქარის გამო და შესაბამისად ვერ გაჩვენებთ ციხის იმ მასშტაბს, რაც რეალურად აქვს მას. აი შეხედეთ უბრალოდ წარმოიდგინეთ აქეთ ამ მხარეს რამხელა კედლებია. აი იქითკენ ქვედა მხარეს არის ქვედა ციხე. სამწუხაროდ უბრალოდ დროშიც ვიჭედებით რომ ფეხით ჩავიდე და ისე გაჩვენოთ, მაგრამ აი პირდაპირ ალბათ ხედავთ რომ არის აი ესე აქ შემოდის ბილიკი შიდა ციხეში, მაგრამ ნახეთ აი ქვევით კიდევ მიუყვება ციხე. ქვევით კიდევ მიუყვება. ქვედა ციხე შედარებით კიდევ უფრო მეტად დაზიანებულია. ვიდრე აი ესე და ციხე. ესე იგი, დრონი მაინც ავაფრინე. უბრალოდ იმდენად ძლიერი ქარი იყო, რომ მიხქონდა და შესაბამისად ერთი კადრი გამოვიდა მხოლოდ, რომელსაც ვიდეოს დასაწყისში ჩავსვავ სავარაუდოდ. ნუ სავარაუდოდ აქამდე თუ უყურეთ ჩემ ვიდეოს, ესე იგი ის კადრი ნანახი გაქვთ და სამწუხაროდ მეტი ვერაფერი გადავიღე. ახლა კი უკვე ქვევით ვეშვებით და ამ კადრებით დაგემშვიდობებით, რასაც ახლა გადავიღებ უბრალოდ ციხის გვერდზე ყოფნისას. ასევე შეგახსენებთ, რომ ეს კონტენტი იქმნება მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დახმარებით. როგორც წინა ვიდეოში იყო, ასევე ამ ვიდეოს აღწერაშიც ყველა ადგილის ციფრულ კოორდინატს ჩავწერ ვიდეოს აღწერაში და ასევე თუ ვინმეს გსურთ რომ არხს დაეხმაროთ თქვენი დონაციებით, ანგარიშიც იქნება ვიდეოს აღწერაში. ნახვამდის მომდევნო შეხვედრამდე. იმედია უკეთესი ამინდი იქნება ქარის მხრივ მომდევნო ვიდეოს ჩაწერის დროს და უფრო ლამაზ კადრებს გაჩვენებთ ციდან.